მოგესალმებით შემოწმებასებო. დღეს თქვენთან ერთად განვიხილავ ასეთ საჯარო გაშლას. მისი თავადი ფიქრი თქვენზე. ჩაიფიქრეთ თუ პიროვნება, საკუთარი თავი პიროვნებაც. და მოდი ვნახოთ რა არის მისი თავადი ფიქრი თქვენზე. ენერგობალანსისთვის გთხოვთ და ლაიქოთ ჩემი ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი არხი და გადაუზიაროთ ვიდეო მათ, ვისაც ასევე თქვენსავით აინტერესებთ სწორი და მართალი პასუხები თავიანთ კითხვებზე, ხო? მოდი დავიწყოთ გაშლა, უპასუხოთ კითხვას, თუ რა არის მისი მთავარი ფიქრი თქვენზე, მისი მთავარი ფიქრი თქვენზე. მიყვარს ეს კარტი, იმიტომ რომ რაღაცა სიმართლეს ღაღადებს მისი მთავარი ფიქრი თქვენზე. ეს ესე დავდოთ. შევქმნათ, ესე ვთქვათ. კარგი, ჩემო კარგო. ფონად გვაქვს ჩვენ შეყვარებულების არკანი და ეს ბარათი აქ ძირითადი თემაა ზოგადად, ხო, კავშირი, არჩევანი, ურთიერთდამოკიდებულება და ძლიერი მაგნეტიზმი თქვენთან შორის, ხო, შენი ადამიანი ახლა შინაგანად დგას. გზაჯვარედინზე ეს სიყვარული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ მასთან ახლოს ნახეთ შიში და ემოციური წნეხი. ფონი გვეუბნება, რომ თქვენ შორის ჯერ კიდევ არსებობს კარმული ბმა, ასე ვთქვათ, რომელიც ძნელად დასამსხვრევია, თუმცა სჭირდება გულწრფელი არჩევანი თქვენი ორივეს მხრიდან, რომელიც იქნება გულიდან წამოსული და არა გონებიდან, ხო? სიკვდილის არკანი არის შემდეგი ჩვენი არკანი, რითიც ასე ვთქვათ, გამოუყავი და ცალკე ზემოთ დავდე, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ გარდამავალი მდგომარეობაა მისთვის, ანუ ეს არის ის პერიოდი, როდესაც რაღაცნაირად გადის ძალიან კარმულ პერიოდს, ეს არის მისი გარდამავალი ფიქრები, აცნობიერებს, რომ რაღაც ეტაპი დასრულდა, ან უნდა დასრულდეს, რომ განახლება მოხდეს თქვენ შორის, ხო? ეს ბარათი მიგვანიშნებს შიშზე, ცვლილებების წინაშე, მას აშინებს იმაზე ფიქრი რეალურად, რომ შესაძლოა ურთიერთობა აღარ დაბრუნდეს იმ ფორმაში და იმ ფორმით, როგორადაც იცნობდა ამ ურთიერთობას, მაგრამ ამავე დროს გზნობს, რომ ძველი ციკლი აღარ იმუშავებს თქვენ შორის და ნუ აი ძველი ფორმატი უკვე მორჩა, ხო? ფიქრობს, თუ ყველაფერი შეიძლება, მეც უნდა ესე ვთქვათ, გადავწიო გვერდით ჩემი ეგო, ხო? აი ესეთი ფიქრი მოდის თქოს კორიანი კვერთხები და შვიდიანი კვერთხები. კვერთხების ისა ახაზი. ყოველს კომბინაცია გვიჩვენებს შინაგან ბრძოლაზე კონტროლის მცდელობას, ხო? ორიანი კვერთხი ხვდება და აი თითქოს ხვდება რომ რაღაცნაირად უნდა დაგეგმოს მომავალი და გეგმა შესაძლებელია კიდევაც. ეს არის ხედვა და გეგმის ბარათი, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა, მას აქვს შენზე ფიქრი, გეგმავს როგორ და რა ფორმით მოვიდეს შენთან, მაგრამ რეალურად ჯერ არ მოქმედებს, ხო? რაც აღვნიშნეთ წეღარ. და შვიდიანი კვერთხი ეს არის რა? დაცვა, შიში, თავდაცვითი პოზიცია, ხო? იგი რაღაცნაირად თქვენგან დისტანცია აიღო რეალურად, განგერიდა როგორც იტყვენ, ხო? მაგრამ ამავე დროს გულში წყავხართ, თუმცა იცავს საკუთარ თავს თქვენგან. თითქოს აი როგორ ფიქრობს, იცით, მე უნდა დავიცვა ჩემი საზღვრები, თორემ ისევ დავიწვევი, აი არაძლევს თავისუფლებას, რომ ჩავარდეს, ბოლომდე ჩაიძროს ამ გზნობაში, ხო? ეს ნიშნავს, რომ სიყვარული ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ მისი გონება ბრძოლაშია გულთან. გონება ვს გული რა, ესეთი მდგომარეობა აქვს ადამიანს, მოკლედ რა, როგორც იტყვიან. რა მოხდა ახლა აქ? რა მოხდა ახლა ჩაგვიბნელდა მე მგონი ცოტა. არა უშავს. გადაგვეწო, თუმცა მაინც გავაგრძელოთ ამ ფორმატში. ორიანი ხმლები ქვემოთ, რომელიც არის დასკვნა და ეს არის ნათელი დასკვნა, შინაგანი დაბლოკვა, არიღებს გადაწყვეტილებას, იგი ესე ვთქვათ, ყინავს ემოციებს, მაგრამ თითქოს ამ ეტაპზე არ აძლევს საკუთარ თავისუფლებას აღიაროს ამდენად ღრმად ყავხართ გულში და სულში ჩამძვრალი და ჩამჯდარი და ჩაბეჭდილი და როგორ ასე ვთქვათ, სიღრმისეულად უყარხართ, ხო? და ორიანი ხმალი გვიჩვენებს, რომ ფიქრობს შენზე
ყოველდღიურად, მაგრამ თავს აიძულებს არ იმოქმედოს, რადგან არ იცის რა იქნება შედეგი. ანუ მისი მთავარი ფიქრი შენზე არის არჩევანი სიყვარულსა და შიშს შორის. ფიქრობს, ბრძნობ, მაგრამ თუ დაუბრუნდები, ისევ იგივე ტკივილი განმეორდება შიშებს შენ პიროვნება ჩავარდნილი, ხო? შენი ენერგია მის ცნობიერებაში არის გადამწყვეტი, გარდამტეხი წერტილი და შენთანა მისი გულწრფელი გრძნობა რეალურად, მაგრამ მას ჯერ კიდევ ეშინია ცვლილებების. აი ესეთი მდგომარეობა დღეს მის ფიქრებში, მისი თავარი ფიქრი თქვენზე ასეთია ჩემო ძვირფასებო. მოკლედ აი რომანტიკულ ფონზე დაგემშვიდობებით გადავხედოთ ცოტა გადამეწვა აქ ეს შუქი. არაფრის ნიშანი არ არის, მაგაზე არ დადოთ. შეიძლება იყოს კიდევ ესეთი გადამწვარია ის პიროვნება თქვენზე ფიქრებში და ასემც იყოს. კარგად იყავით, ჩემო ძვირფასებო, კარგად იყავით.